მოგესალმებით მეგობრებო, ემოციური ინტელექტის თემაზე ვაგრძელებ ისევ საუბარს და ამ ვიდეოს დავარქვი ემოციური ინტელექტი ყოველდღიურ ლიდერობაში. მინდა რომ რაღაცნაირად მეცნიერული და მოშორებული კონცეფციიდან შევეცადოთ, რომ ეს ემოციური ინტელექტი გადავაქციოთ ყოველდღიურ ქმედებებში, გადმოვთარგმნოთ ყოველდღიურ ქმედებებში, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ასე უფრო მარტივი იქნება ორივე მიმართულებით. ერთი, რომ ამოვიცნოთ ის ხალხი, ვისაც აქვს მაღალი ემოციური ინტელექტი და მეორე, რომ განვავითაროთ ჩვენი საკუთარი უნარები, იმიტომ რომ შეიძლება ეს ამოცანა გქონდეს. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ლიდერობის კონტექსტში ემოციური ინტელექტი ითვლება ფაქტიურად ერთ-ერთ წამყვან უნარად და თვისებად და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგიც არის და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარია განვითარების კონტექსტში, ხო? ლიდერობაზეც უნდა ვთქვათ აუცილებლად, იმიტომ რომ ლიდერობა აუცილებლად ადამიანების ხელმძღვანელობას, ანუ სამსახურში უფროსი ვარ, ამას არ გულისხმობს. ლიდერობა გულისხმობს, რომ თქვენ გინდათ რომ დაიყოლიოთ ადამიანები და ეს ადამიანები თქვენი შვილები არიან და სადაც სწავლაზე გინდათ რომ დაიყოლიოთ თუ თქვენი მეზობლები არიან და გინდათ რომ ეზოს მოწესრიგებაზე დაიყოლიოთ, ესეც ლიდერობა. ანუ ლიდერობა ითვლება უნარად, სოციალურ უნარად და არ გულისხმობს რომ აუცილებლად რაღაც სამსახურებრივ და თანამდებობრივთან იყოს დაკავშირებული. ანუ ხალხის მობილიზება და ხალხის აყოლიება თუ გჭირდებათ, მიუხედავად იმისა, ეს ერთი ადამიანია თუ ასობით თუ ათასობით ადამიანი, მოკლედ ლიდერობა ამ კუთხით ვრცელდება. ამიტომ ამ გაგებით თუ შევხედავთ, ლიდერობა ფაქტიურად ყველა ადამიანს სჭირდება, ვისაც რამის მიღწევა უნდა. იმიტომ რომ რამე მნიშვნელოვანის მიღწევა მარტო შეუძლებელია. აგერ მე ვიდეოების, YouTube-ის ვიდეოების წარმოებით ვარ დაკავებული და ათობით ადამიანი მეხმარება აი ამ პროცესში, ყველანაირად ტექნიკურიდან დაწყებული ფინანსური და მონტაჟის და კონტენტის, ანუ შინაარსის მომზადების და რა ვიცი, ბევრი სხვა მიმართულებით, ხო? ასევე რაც არის მნიშვნელოვანი დღევანდელი ვიდეოს კონტექსტში, არის რომ ამბობენ, რომ ლიდერობა არ არის წოდება, არამედ ეს არის ქმედებები, მოქმედებები, ხო? Acts of leadership, ასეთ წიგნიც არის, ძალიან კარგი და მოკლედ ამბობენ, რომ ლიდერი არის არა ის ადამიანი, ვისაც ჩვენ დავარქვით ლიდერი, არამედ ის, ვინც ავლენს ლიდერობას ყოველდღიურ მოქმედებებში, ხო? ანუ ეს საინტერესო განმარტებაა, იმიტომ რომ გამოდის, რომ შეგვიძლია ჩვენ დავაკვირგვდეთ ადამიანს და დაკვირვებით დავასკვნათ ლიდერია თუ არ არის ლიდერი. შეიძლება მაღალი თანამდებობა ქონდეს და არ ავლენდეს ლიდერობას და შეიძლება არანაირი თანამდებობა არ ქონდეს და ყოველდღიურად ავლენდეს ლიდერულ მოქმედებებს. ამიტომ ვისაუბროთ, როგორ გამოიყურება ემოციური ინტელექტის გამოყენება აი ამ ყოველდღიურ ლიდერობაში. ამაზე ვაპირებთ, რომ ამ ვიდეოში ვისაუბროთ. მანამდე მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი ვიდეო სპონსორებს და ამ არხის სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ კლასიკური გაგებით სპონსორები არ გვყავს და რეკლამითაც არ არის დატვირთული ჩვენი ვიდეოები YouTube-ზე. საქმე ის არის, რომ ჩვენი ვიდეოების სპონსორები არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. ანუ თქვენ ის ხალხი, ვინც გვიკვეთავს ტრეინინგებს და მათში მონაწილეობს, აფინანსებთ ფაქტიურად ჩვენ მიერ უფასო და ხარისხიანი კონტენტის ვიდეო მასალის შექმნას და დიდი მადლობა გეკუთვნით ამისთვის. ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე flowmaster.g. როგორ ვლინდება ყოველდღიურობაში ლიდერობა, მოდი ამას ჩავუღრმავდეთ. დავიწყოთ პირველი კომპონენტით, რომელიც არის თვითშემეცნება, ანუ self awareness არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ემოციური ინტელექტის, რომელიც ვლინდება ლიდერობაში. ანუ მე თუ მაინტერესებს ვინმე კარგი ლიდერია თუ არა და ემოციური ინტელექტის უნარებს ფლობს თუ არა, მე ვკითხავდი ამ ადამიანს, გამოვკითხავდი თავის შესახებ. გამოვკითხავდი ძლიერ მხარეებს, გამოვკითხავდი სუსტ მხარეებს, გამოვკითხავდი რა უჭირს, გამოვკითხავდი რა ულხინს. ანუ ძალიან კარგი ინდიკატორია ადამიანის სწორად ერკვევა თუ არა თავის პიროვნებაში, სწორად ერკვევა თუ არა რა პრობლემები აქვს, რა უჭირს, რა აქვს გამოსასწორებელი, სად ეშლება რაღაცეები, რა შეიძლება ძალიან კარგი თვისება ქონდეს, რა შეიძლება არც ისე კაი თვისება ქონდეს და გასაუბრებებზე მე ბოლო
რამდენიმე პოზიციაზე ფაქტიურად ბოლო 1-25 წლის განმავლობაში ძირითადად მენეჯერები ამყავდა სხვადასხვა თანამდებობაზე და ამიტომ გასაუბრებისას ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ადამიანი რამდენად რეალისტურად აფასებს თავის თავს, თავის უნარებს, მათ შორის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ხო? ეხლა როგორ გამოიყურება ეს ყოველდღიურობაში? ყოველდღიურობაში ეს ისე გამოიყურება, რომ ლიდერი ეკითხება სხვებს მოსაზრებას. შენ რას ფიქრობ? როგორ ფიქრობ? აქედან დავიწყოთ თუ იქიდან დავიწყოთ? ჩვეულებრივ ლიდერები პირველი არასახელებენ თავის მოსაზრებას, რომ სხვებს თავზე არ მოახვიოს, ხო? ანუ თვით შემეცნებული ლიდერი ფაქტიურად იწოვს ინფორმაციას, ბევრ შეკითხვას სვამს, მათ შორის შეკითხვებს სვამს თავის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მეთანხმებით, არა მეთანხმებით, რას ფიქრობთ? აბა გამოვა ესე, არ გამოვა? მე კი ვფიქრობ, რომ ეს დაგავალო, მაგრამ შენ რას ფიქრობ? ხო? ჩვენ ვიდეოც გვაქვს, ესე იგი ლიდერობის სამი მთავარი სიტყვა არის შენ რას ფიქრობ? ანუ კარგი ლიდერი სხვებს ეკითხება თავის შესახებად, საქმის შესახებად და ბევრი რამის შესახებად, ხო? და ეს არის თვითშემეცნების, აი ამ self awareness-ის ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი. და თვითშეფასება ლიდერს ერთი მხრივ აქვს მაღალი და სტაბილური თვითშეფასება, დაბალ თვითშეფასებიანი ლიდერის წარმოდგენა ძნელია და სხვა როგორ უნდა დაარწმუნო რაღაცეებს შენ თვითონაც თუ არა ხარ დარწმუნებული, მეორე მხრივ ეს თვითშეფასება აუცილებლად შეიცავს თვითკრიტიკას და არ არის გადაჭარბებული. შეიძლება დღეს იყოს გადაჭარბებული რაღაცაში, მაგრამ ხვალ დაუბრუნდება ნორმას, იმიტომ რომ ეს ადამიანები იღებენ ფიდბექს, ეს ადამიანები ინტერესდებიან სხვები რას ფიქრობენ. ხო, ეს არის მოკლედ თვითშემეცნების და self awareness-ის კომპონენტი, რომელიც მაღალ ემოციურ ინტელექტიან ლიდერში ფაქტიურად ყოველდღიურად ვლინდება და მე ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი გამოცდილებით კარგი ლიდერები როგორ ავლენდნენ ამ თვისებებს, რაზეც ჩვენ ამ ვიდეოში ვილაპარაკებთ, კომენტარებში გამიზიარეთ თუ შეიძლება, ხო? მეორე ასპექტი არის საკუთარი ემოციების კონტროლი. მაგალითად, მენეჯმენტის ტრეინინგს როდესაც ვატარებ, ჩვენ ვამბობთ, რომ უკუკავშირის მიცემა აკრძალულია ემოციებში. ანუ არც გახარებულზე არ შეიძლება პოზიტიური უკუკავშირი და არც ნაწყენზე და გაბრაზებულზე არ შეიძლება ნეგატიური უკუკავშირი. რატომ? იმიტომ რომ ზედმეტი მოგივა, ის მადლიერებაც ზედმეტი მოგივა და საყვედურიც ზედმეტი მოგივა, ხო? ესე იგი, შენი ემოციების გაკონტროლება უნდა შეგეძლოს, ანუ რომ შემოგაწ სათქმელი, რომ აი ეხლავე უნდა უთხრა რაღაცა მეწყინა, რაღაც გამიხარდა, ემოციების კონტროლი უნდა შეგეძლოს. ძალიან ბევრი მენეჯერია, რომელიც ვერ ახერხებს ემოციების კონტროლს. ხან ხმას აუწევს, ხან დავაში ჩაერთვება, ხან დროს ვეღარ ანაწილებს, არის მერე ერთი ხმალაობა და მკლავჭედი შეხვედრებზე, მოკლედ ეს არ არის კარგი მაგალითი ემოციების კონტროლის. თქვენ თუ ხართ ლიდერი და თუ გინდათ ლიდერობა და პრეტენზია გაქვთ ლიდერობაზე, სხვაზე მეტი მოგეთხოვებათ ემოციების კონტროლის თვალშეზრისით, თავშეკავებაც იგულისხმება. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ ეს არის ემოციების უარყოფა. მე გავაზიარებ ინფორმაციას ჩემი ემოციების შესახებ, ოღონდ არ გავაზიებ, როცა ემოციებში ვარ, მაშინ არ გავაზიარებ, იმიტომ რომ ვიცი, რომ შეიძლება შევყვე, ან შეიძლება საუბარი ძალიან მშვიდად დაიწყოს, დაუშვათ შეხვედრაზე, ერთ-ერთზე შეხვედრა იქნება თუ ჯგუფური და მივხვდე რომ ავღელდი, მივხვდე რომ ავნერვიულდი, ერთი უნდა ვიცოდე ჩემი თავი როგორ დავიმშვიდო, ემოციები როგორ გავაკონტროლო და მეორე უნდა ვიცოდე რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უნდა მოვერიდო, როდესაც ემოციების ზემოქმედებაში ვარ, ხო? ამიტომ საკუთარი ემოციების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია, ასე ვთქვათ, მაღალი ემოციური ინტელექტის და გამოვლინდება ყოველდღიურ ლიდერობაში. ანუ დაფიქრდით თქვენ თავზე როგორც ლიდერზე და თქვენ ხელმძღვანელებზე. ახერხებს ეს ხალხი ემოციების კონტროლს თუ არ ახერხებს, ხო? საერთოდ ემოციებისგან დაცლილზე არ არის საუბარი. საუბარი არის, რომ ემოციები გამოიყენო, სადაც გამოსაყენებელია და თავი აარიდო, სადაც არის სასარიდებელი თავი. შემდეგი ამასთან დაკავშირებული არის სხვების ემოციების ამოცნობა. ხვდება თქვენი უფროსი რა ემოციებში ხართ, როცა გეწყინათ რაღაცა, ხვდება თუ არა რომ გეწყინათ, გახარებული ხართ, ხვდება თუ არა რომ გახარებული ხართ, დაღლილი ხართ, ხვდება თუ არა რომ დაღლილი ხართ, რაღაცაზე გეცინება და არ გჯერათ რაღაცას, ხვდება თუ არა, ხო? ფაქტობრივად ჩვენ ვამბობთ, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მატარებელი ადამიანები გამოიცნობენ, ამოიკითხავენ სხვების ემოციებს, ამოიკითხავენ ინტონაციაში, ამოიკითხავენ სხეულის ენაში, ამოიკითხავენ კომუნიკაციაში, წერილობით კომუნიკაციაში
წამოიკითხავენ, ხანდახან იტყვის ადამიანი, რომ მე მგონი რაღაცა სხვა რამე ხდება. კი გვითხრეს, რომ ფასის გამო წავაგეთ ტენდერი, მაგრამ მე შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცა ვაწყენინეთ ამ ადამიანებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ სხვების ემოციების ამოცნობა არის ემოციური ინტელექტის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ყოველდღივლინდება და თქვენ როგორც ლიდერი თვალებში უნდა უყურებდეთ თქვენ თანაგუნდელებს და უნდა შეძლოთ შეამჩნიოთ მათი ემოცია, მათი დაღლილობაც შეამჩნიოთ, მათი სიხარული შეამჩნიოთ და ეს გადაიყვანოთ კომუნიკაციაში და ხელშეწყობაში, ხო? სხვების ემოციებზე რეაგირება მეორე საკითხია, თუ სხვების ემოციების ამოცნობა შეგიძლია და მე შენ ემოციებს ვეღარ თოკავ, ანუ ვიღაცა თუ გაბრაზდა, შენ უარესად თუ გაბრაზდები, ეგ მოკლედ სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ის კი არა, რომ შენი ემოციები აგეშალოს, არამედ პირიქით კონსტრუქციული რეაგირება უნდა შეძლო სხვების ემოციებზე, რაც ნიშნავს, რომ დაამშვიდო ადამიანი თუ დასამშვიდებელია, მხარდაჭერა გამოავლინო, თუ მხარდაჭერა არის გამოსავლენი და ასე შემდეგ. ანუ ერთია, რომ ამოვიცანი მე ჩემი თანამშრომლის ემოციები და მეორეა, რომ სწორი რეაგირება ვიქონია და ხშირად დაბალი ემოციური ინტელექტის ადამიანები მაგალითად წერილობით გააკეთებენ ისეთ კომუნიკაციას, იმეილით აგვარებენ ისეთ საკითხს, რომელიც ემოციებთან არის დაკავშირებული და ეს არის დაბალი ემოციური ინტელექტის ნიშანი იმ გაგებით, რომ მე ვერ ვხვდები, რომ შეიძლება ხალხი ანერვიულდეს, ვერ ვხვდები, რომ თვალებში ჩახედვა ჭირდება ამ საკითხის მოგვარებას და ასე შემდეგ, ხო? კიდევ ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, როგორც მაღალი ემოციური ინტელექტის გამოვლინების, ასევე დაბალი ემოციური ინტელექტის და ბოლოს ყველაზე მაღალი დონე, ასე ვთქვათ, ემოციური ინტელექტის არის ემპათია და ემპათიის გამოვლენა სიტყვით და საქმით და ხაზს უსვამთ, რომ ემპათია არ არის სიმპათია. არ ნიშნავს, რომ შენ ეთანხმები ემპათიის გამოხატვით, მაგრამ შენ შეიძლება გესმოდეს. შეიძლება საპირისპირო პოზიცია გქონდეთ ადამიანთან, მაგრამ მაინც ემპათიური იყო და პატივს სცემდე მის ემოციებს, პატივს სცემდე მის პოზიციას, ხო? მაშინაც, როცა ეს პოზიცია განსხვავდება შენი პოზიციისგან, როცა ეს ფასეულობა განსხვავდება შენი ფასეულობისგან, ხო? ემპათიაც დაფიქრდით, რამდენად ავლენთ ემპათია, შეიძლება გულში გაქვთ ემპათია, მაგრამ გამოვლენა არ გჩვევიათ. შეიძლება თქვენ უფროსებზეც, კოლეგებზეც დაფიქრდით, ვინ არის ყველაზე ემპათიური. ემპათიურში არ ჩათვალოთ, რომ ეს არის თვალცრემლიანი და სუსტი ადამიანი. არა, ემპათიური ადამიანები ძალიან კარგად იღებენ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ კარგად ესმით სხვა ადამიანები როგორ გრძნობენ და თუ ვინმეს აწყენინეს ბოდიშის მოხდაც იციან, თუ ვინმე გასაფრთხილებელია და წინასწარ არის სამუშაო, ამასაც გააკეთებდნენ და ასე შემდეგ. ანუ ემპათიურობა არ არის ქმედითობის საპირისპირო ამბავი, ხო? ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადი კომუნიკაცია მქონდეს ჩემი გუნდის წევრებთან, ვისთანაც მიწევს მუშაობა და თვალებში ჩავხედო ამ ადამიანებს და დავინახო, დაღლილობას დავინახო, სიხარულის დავინახო, სიამაყეს და გულდაწყვეტაც და იმედგაცრუებაც. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ის ემოციებია, რომელზეც მე რეაგირება უნდა მოვახდინო ამა თუ იმ გზით და ამა თუ იმ ინსტრუმენტით, ხო? ეხლა ბოლოს თქვათ რა გავაკეთოთ პრაქტიკულად. ეს ყველაფერი კარგი, მოკლედ ეხლა რა გავაკეთოთ დღეს და ხვალ, ხო? პირველ რიგში დღესვე გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ამ თქვენი ლაიქებით ჩვენ ვხვდებით რომელი ვიდეოები და როგორი ვიდეოები მოგწონთ და რა თემატიკაზე გინდათ, ჩვენც ასე ვხვდებით და თვითონ YouTube-იც ასე ხვდება თქვენ რა მოგწონთ, ხო? და ყოველკვირეულად ვათავსებთ საინტერესო ვიდეოებს და ამიტომ ჩვენი არხი გამოწერილი რო გქონდეთ, მოკლედ კარგი იქნება და მიიღოთ შეტყობინებები ახალ ვიდეოების გამოქვეყნებისას, ხო? ამის გარდა რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? დაიწყეთ ლიდერობის ყოველდღიური აქტების დაგეგმვა და განხორციელება. აი, დაჯექით დღესვე თუ საშუალება გაქვთ და დაფიქრდით, ხვალ რა შეიძლება იყოს ჩემი ემპათიის გამოვლინება. ხვალ როგორ შეიძლება დავაკვირდე სხვის ემოციებს. ხვალ როგორ შეიძლება უკეთ მართო ჩემი ემოციები. როგორ შეიძლება დავეხმარო სხვებს ემოციების მართვაში. როგორ გავხადო ჩემი მოქმედება უფრო გაჯერებული, ასე ვთქვათ, ემოციური ინტელექტით. რა შეიძლება ვისწავლო ჩემს შესახებ? ვის ვკითხო, უკავშირი ვისგან მივიღო. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. პირიქით, ვის შემიძლია გაუზიარო ჩემი ემოციები და ჩემი შეგრძნებები და ჩემი დაკვირვებები, ხო? სხვას როგორ შეიძლება დავეხმარო ემოციური ინტელექტის ან სხვა ასპექტების განვითარებაში. როცა გავბრაზდები, როგორ მოვთოკო ჩემი თავი. როცა ავნერვიულდები ან გადაღლილი ვარ, როგორ მოვიქცე რა მეხმარება გადაღის დაძლევაში, სტრესის დაძლევაში რა მეხმარება, ხო? ამაზე დაფიქრდით. კონკრეტული სამოქმედო გეგმები
ჩამოაყალიბეთ და დაფიქსდით და სხვაებიც დაიხმარეთ ამ პროცესში, ხო? როგორ გძნობენ თავს ჩემი კოლეგები, როგორ ავლენენ ამ თავის ემოციებს. მაგალითად, ეს ადამიანი როცა გაბრაზებულია, როგორ იქცევა. ის ადამიანი როცა დაღლილია, როგორ იქცევა და როგორ ვისწავლო გამოცნობა, ასე ვთქვათ, მათი ემოციების. როგორ ვისწავლო იმ ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც არ თქმულა, არ გამოთქმულა და ხაზებს შორის არის, ასე ვთქვათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. როგორ შემიძლია გამოვხატო ემპათია ყოველდღიურად და საბოლოო ჯამში, მოკლედ, რაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ბევრ ვიდეოში გვისაუბრია ამაზე, რომ ყოველდღიურ პრაქტიკაში უნდა გადავიდეს ეს თქვენი ემოციური ინტელექტი და ყოველდღიურ ლიდერობაში უნდა გამოიხატოს და მაგ შემთხვევაში განვითარდება კიდევაც და შედეგიც ექნება როგორც გუნდურ დინამიკაზე, ასევე თქვენ წარმატებაზე და თქვენ გარშემო მყოფების წარმატებაზე. სულ ეს არის, რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.